ქართული ოცნების ის მესამე ნომერი გახლავთ თბილისის სახელმწიფო და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. აქ შევჩერდები, ბერს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე, ირაკლი გობახიძე, ის მესამე ნომერი. როგორი ბედნიერები არიან და თვითონაც როგორი ამაყია ამ ყველაფერს რო აცხადებს. ერთი შეხედვით იმის განცდაც გიჩნდება ადამიანს, რომ რეალურად შეიძლება განათლებას, ცოდნას, აზროვნებას აფასებდეს ეს ადამიანი და ეს გუნდი ზოგადად. თითოეული ოჯახი საკუთარ ლუკმა პურსაც კი, ჯანმრთელობასაც კი არ აქცევს იმხელა ყურადღებას, რამხელა ყურადღებას წიმას, რომ მისმა შვილმა მიიღოს უმაღლესი განათლება. თელ თავის რესურსს დებს ამ ყველაფერში. და აი ასეთ ქვეყანაში პრეზიდენტი ყავს ფეხბურთელი. მერები ყავს ფეხბურთელები, პარლამენტის წევრები ყავს სპორტსმენები. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ვიღაცამ ნაცნობობის გამო გამიშვას ოლიმპიადაზე და მაჭიდაოს. ამ ქვეყანაში ბევრი რამე არის შესაძლებელი და ამ ქვეყანაში პირველ რიგში შესაძლებელი არის ის, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვიცოდეთ, ვაკეთებდეთ და ურთიერთპატივისცემა გაგვაჩნდეს ერთმანეთის მიმართ. ყველა ერთი და იგივეს მეუბნება ბოლო 22 წელია ეს ერთი და იგივე სახეები ვინც არიან პოლიტიკაში. ერთი და იგივეს მეუბნება, რომ ეს ყველაფერი მათი ბრძოლა მომავალი თაობის უკეთეს საქართველოში ცხოვრებას ემსახურება. და აი ეს მომავალი თაობა, რასაც ჩვენი მშობლების და ჩვენი ბებია-ბაბების თაობებმა, ავიც ყველაფერი მიუძღვნა, როგორც უკვე აღნიშნა, ხო, უკვე გავიზარდეთ. მივიღეთ განათლება, გავიზარდეთ იმ გარემოში, რომელიც მათ შეგვიქმნეს და რა ვშვებით ახლა ჩვენ? გვაქვს სადმე სივრცე, სადაც ამ ყველაფერზე უბრალოდ გამოვჩნდებით და ვისაუბრებთ როგორც მომავალი თაობა. ნაცი ხარ, კოცი ხარ, მოკლედ რა ეს ორი სიტყვა საერთოდ არ მინდა რომ გამოვიყენო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ნაცი კოცი ბევრი არ არის. ჩვენ უბრალოდ ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა ეს. ჩვენ ყველამ ერთად მივიყვანეთ საკუთარი თავები იმ მდგომარეობამდე, რომ სხვა არჩევანი არ დავიტოვეთ. უბრალოდ არ დავიტოვეთ სხვა არჩევანი და რომელი უფრო ნაკლებად ცუდია დღეს თუ ვინმე ამ უმრჩეველი ვიღაცას რაღაცაში ეჯიბრება, მხოლოდ ცუდებში, ანუ ამან ეს გააკეთა ცუდი, ამან ეს უფრო ცუდი გააკეთა. განა ის კარგი ვინ გააკეთა და რა გააკეთა. და ახლახანს იყო 26 მაისი. არ შემიძლია რომ ამაზე არ ვთქვა. ძალიან ემოციურია ჩემთვის ის ამბავი, რომ 26 მაისს მე ვნახე ერთი საზოგადოება, რომელიც აღნიშნავდა ერთი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ორად გაყოფილი ერთი და იგივე გამზირზე, რუსთაველის გამზირი მაქვს მხედველობაში, თავისუფლება და პარლამენტი, არ ვიცი რამდენი მეტრია მაგათ შორის დაშორება და ორად გაყოფილი საზოგადოება აღნიშნავდა საქართველოს დამოუკიდებლობას. და ვის უნდა დავაბრალოთ ეგ? ვის უნდა დავაკისროთ მაგაზე პასუხისმგებლობა თუ არა საკუთარ თავებს? გასაგებია, ხო, ვიღაცა პარტიები საკუთარ ეგოებს ვერ ცდებიან და ისევ საზოგადოების დაყოფისკენ მიუყავართ და ვიღაცეებისთვის ეგ შეიძლება სასიკეთოც არის. მაგრამ შენ ქართველს რო ეძახი შენს თავს, აი ამ ქვეყნის მოქალაქეს რო ეძახი, პატრიოტს, ეს ხომ შენ არ უნდა მოგწონდეს, შენ ხომ ამას არ უნდა უშვებდე, შენ ხომ ეს ყველაფერი პარტიული ინტერესს არ უნდა გადააყოლო. ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, ანუ ძალიან დიდი პრობლემა მაქვს, ჩვენ ერთმანეთს არ ვუსმენთ. ჩვენ ყველას ერთი და იგივე პრობლემები გვამოძრავებს ამ ქვეყანაში, ერთი და იგივე საკითხები გვაწუხებს. მაგრამ ერთმანეთს არ ვუსმენთ, ერთმანეთს არ ველაპარაკებით ამ ყველაფერზე. მთავარი სალაპარაკო ამბავი არის ვიღაცა პარტიები, ვიღაცა პარტიული სახეები, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ რეალურად. როდესაც ქუჩაში გამოსულ, რა ვიცი, 100,000 ვიყავით თუ 200,000 ვიყავით ადამიანს ნაცები გვეძახეს და მაგ ნარატივით უფლება მისცეს საკუთარ თავს რომ დავერბიეთ, შენ ხო უნდა მიხვდე რომ ეგ უბრალოდ მიზეზი იყო, იმიტომ რომ არჩევნები მორჩა ოქტომბრის ბოლოს და საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა 28 ნოემბრის მერე, რაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. 85% მხარდამჭერის მქონე გადაწყვეტილებას რომ აჩერებდა, მე ქუჩაში გამოვდივარ გასაპროტესტებლად. შენ არანაირი მორალური უფლება არ გაგაჩნია რომ მე ნაცი მეძახო. თუ ეს ყველა ადამიანი ნაცები ვეყავით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თუ კოალიცია დღეს რაც არსებობს, ყველაზე მეტი ხმა ვინც აიღო საპარლამენტო არჩევნებში, მისი ორი ლიდერი არის ციხეში. ხედავთ 200,000 კაცს და 100,000 კაცს ქუჩაში მაგის გამო გამოსულს. რატომ არ გამოვდივართ ისე ჩვენი ვითომ ლიდერები რომ ციხეში არიან? ამიტომ მინდა რომ აი ამ ყველაფერზე ვიფიქროთ, უბრალოდ ანუ კითხვებს ვსვამ, მინდა რომ ვიფიქროთ. კობახიძემ გააკეთა ესეთი განცხადება, რომ თუ ვინმე გაურბის დისკუსიას
სწორედ პროტესტის მონაწილეები არიან. და მაგალითი მოიყვანა შოთა არველაძე სტადიონის საკითხის განხილვაზეც არ მოვიდა. მეტი რაზე უნდა მოხვიდე, ხო? მე ვამბობ პირდაპირ, რომ მე ვარ აქციის მონაწილე. სანამ მაგ კითხვას დასვამოთ, რომ ეს ამას ვიღა ეკითხება. არ მიცნობთ, ხო არ მიცნობთ. არსად არ გინახივართ. არავის არ გავუშუქები ვარ. თავიდანვე ეგ კითხვა დავსვირობ, თქვენი აზრით რატომ არ გავუშუქები ვარ არავის. იმიტომ არ მიცნობთ, რომ თქვენნაირი ვარ. რასაც მეუბნებოდნენ, ისწავლე, იმუშავე. პატიოსნად მივყვებოდი ყველაფერს და მივყვები დღემდე. ადამიანობა ცხოვრებაში არ დამიკარგავს. თქვენსავით მეტროთი დავდივარ, საჯარო ტრანსპორტში ავდივარ, ბაზარში გავდივარ. არ ვიცი, თქვენნაირი ვარ, მაგიტომ არ მიცნობთ. მარტივად რომ გითხრათ, 2008 წლის ომის დევნილი ვარ. იქ დაბადებული გაზრდილი, იძულებით გადაადგილებული პირი ვარ საკუთარ ქვეყანაში. ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, რომელიც ჩვეულებრივი საზოგადოების წევრია და ცხოვრობს ისე როგორც დანარჩენი საზოგადოება. და კი, მე ვარ საქართველო. კობახიძეს თუ აქვს სურვილი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საჯარო სივრცეში, საკუთარ ტელევიზიებში, საკუთარი ჟურნალისტებით. ყველა ამბობს, რომ უმუშევრობა პრობლემაა, დაბალი ანაზღაურება პრობლემაა, განათლების სისტემაში შესვლელია, უფასო კვება სკოლებში, ყველა იძახის მაგას. ქართული ოცნება და ნებისმიერი ოპოზიციური პარტია. და თუ ყველა აი ამ საკითხში თანხმდებიან, რა უშლით მათ ხელს, რომ ყველა ერთად დადგეს და უბრალოდ აი ამ პრობლემების გადაჭრაზე იმუშაონ. ეგო. და ის რომ ძალაუფლება უნდა ყველას. და არ შეიძლება 22 წელი ერთი და იგივე თაობის პოლიტიკოსები იყვნენ პოლიტიკაში. ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე სიტყვებით ვერ გვთავაზობდნენ ვერანაირ სიახლეს, ვერანაირ იდეას, ვერანაირ გამოსავალს და პირიქით შევყავდეთ ჩიხში და მხოლოდ საზოგადოების დაყოფა ხდებოდეს. როდესაც ჩემზე ვლაპარაკობ, გულისხმობ ჩემს თაობას ყოველთვის. მე იმისთვის ვსწავლობდი ამდენი ხანი და იმისთვის ვიღებდი გამოცდილებას და განათლებას, რომ მჯეროდა დამხვდებოდა კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შემეძლებოდა ამ ყველაფრის ჩვენება. პირველ რიგში ჩემი საზოგადოებისთვის, რომელმაც მინდა იამაყოს იმით, რომ აი ესეთი თაობები შეგვიქმნა, გესმით?